ვიდეო სულ რამოდენიმე წამში დაიწყება. ეს არის გზა, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ მინდა თქვენთან ერთად გავიარო. ამიტომ ყველაფერი გვერდით გადადეთ და გამომყევით რამოდენიმე წუთიან ჩემს ემოციურ თავგადასავალში. ვიტყოდი, რომ მისამართოთ ხეტიალი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მაგრამ ამის რეალობად ქცევა სულ რაღაც 1 წელს წინ დაიწყო. შარშან გაზაფხულზე ხელში ტელეფონი ავიღე, განმადებით დრონი შევიძინე და გადასაღებად ვაშლოვანში გავემგზავრე. ვიფიქრე, რომ აი ეს საადად ჩემი ოცნების ახდენა დავიწყეთქო, მაგრამ მოდი გამოცდილებას დავაბრალებ და ვიდეო არ გამოვიდა ისეთი, როგორც ჩემს წარმოსახვაში იყო. დავნებდი. თვეების მერე თითქოს ისევ ხელახლა ვცადე, მაგრამ აქაც დავნებდი. დრონი გავყიდე, ოცნებები თაროზე შემოვდე და ცხოვრება გავაგრძელე. თებერვლის უსხიან ღამეს 1 წელს წინ გადაღებულ ვიდეოებს ჩავუჯექი. უსმენდი და ვცდილობდი დეტალურად გამეხსენებინა თუ რატომ დავიწყე. რა მინდოდა სინამდვილეში? ნოსტალგია შემომაწვა. მერე სევდა, დამარცხების სამარცხვინო განცდაც დამეუფლა. მახსენდებოდა რამდენმა ადამიანმა დაიწყო მხოლოდ ერთი გულშემატკივარით, მაგრამ შეუპოვრობით მაღალ მწვერვალებზე ავიდნენ. ვუყურებ, ვიცი, ჩემი გზის თითოეული გამარჯვება მისი არსებობით არის შეფერილი. ჩემი ოცნებების ახდენა აღარ არის მხოლოდ ჩემი ამბავი. დიდხანს ვფიქრობდი. ამ მომენტში ხელს არაფერი მიშლდა, რომ ისევ მეცადა. რაც უფრო მეც ვფიქრობდი, ადრენალინის დოზა მით უფრო იმატებდა ჩემში. თავბრუ მეხვეოდა. რაღაც შინაგანი განცდა მეუფლებოდა, რომ აი ახლა მაინც გამოგივა. და ტელეფონი ავიღე. მესიჯი იქ გავაგზავნე, სადაც ვიცოდი, რომ ჩემს წარმატების ნაბიჯს ჩემს ავითელოდნენ. გადასაღებ ლოკაციაზე დიდი ხანი არც მიფიქრია. ჩემთვის თავარი იყო, რომ ახლა პირველი ნაბიჯი ისევ გადამოდგა. კარგი ჩავალაგე და გადასაღებად დავით გარეჯი გავიშურე. ჩვენ სტიქით ვარ ჩამოსული აქ, სვანები. ხოროთ 1988 წლიდან, 18 წლიდან. შერეული ხალხია, კახელები ცხოვრობენ, ოსებიც. რა არის განსხვავებული აქ, ცოტა მკაცრი ცხოვრება. და ცოტა ძიმე იყო და ახლა კარგია გარავშავს. მერთი სხვანაირად გვწამს რაღაც სხვა ორწუნე ხალხი ვარ. აი ახლა წინა დღეებში შემინოცობას ვეძახით, ის გქონდა დღესასწაული. აქ კიდევ უსხვაობას ვეძახით, სამს დიდ მოზვერს ვკლავთ და ასე შევწირავთ ხოლმე და გვაქვს. მე რა გითხრათ აბა. ამ ადგილს ჩემთვის განსხვავებული აურა აქვს. უდაბნოში სვანები ცხოვრობენ. ეს თითქოს ორი სამყაროს ერთ სხეულში ჩასახლებაა. მზე აქ სხვანაირად ამოდის. ქვიშისფერ ჰორიზონტს რომ აცლის ნარინჯისფერ ნისლს, იმავე სინათლეში იგრძნობა მთის სიმკაცრეც. აქ ქარი უდაბნოს სიჩუმეს მოაქვს, მაგრამ ადამიანების გულში სვანური სისხლის ტემპი ფეთქავს. მტკიცე, ამაყი და შეუვალი. დღე იწყება მზის ფერებში, მშრალი ბილიკები, ზედა უსასრულო სივრცე. საღამოს კი ეზოებში ისმის მთის ისტორია, ტრადიცია, ხასიათი, შრომა. უდაბნოს სიფართოვე და მთის სიმტკიცე ერთად ილექება აქაურ ცხოვრებაში. ქვიშის მარცვალივით გამძლეა ადამიანები და ქედივით ამაყია მათი მზერა. აქ დუმილი არ არის სიცარიელე. ეს არის სივრცე, სადაც სვანური სული ისუნთქებს. აქ სიმკაცრე არ არის სიცივე. ეს არის ხასიათი, რომელიც მზის ქვეშ გამაგრდა. აქაური ლეგენდები ძალიან ბევრ მისტიურ ამბებს გვიყვებიან. კლდებზე გამოჩენილი სინათლეები, ხმები, ნაბიჯები. თავიდან ამ ყველაფერზე აქაურები თამამად საუბრობდნენ, მაგრამ მერე წლები გავიდა, შეეჩვივნენ. ეხლა კი ისეს დუმან, რომ მგონია, რომ საკუთარი საიდუმლოს გაცემა არავისთვის არ უნდათ. მთის ხალხის განსაკუთრებული სიმტკიცე უდაბნოში რომ აკვირვებს, ეს უკვე გითხარით. ეხლა კი მინდა დავით გარეჯზე გიამბოთ.
კახეთის ნახევარუდაბნოს კიდეზე ქვის გულში დამალული საუკუნეები, დასაწყისი რომელიც სიჩუმეში დაიწერა, კლდეში ნაკვეთი ქალაქი, ლავრები, სატრაპეზოები, ფრესკები, უძველესი წარწერები. გარეჯის ისტორია არ იწერება ფურცელზე, არ იკითხება წიგნში, ის იწერება ქარში, ტვერში, მზის ჩასვლის ფერში. აქ მოსული ადამიანი ან საკუთარ თავთან რჩება, ან სამუდამოდ იკარგება. ზოგი მოხუცი იმასაც გეტყვის, რომ უდაბნოში გზა შეიძლება აგერიოსო. აქ თითქოს მიწა გატრიალებს, გულში ქაოსი თუ გაქვს უფრო მეტად აირები. ეს არის სარკე. თუმზად არ ხარ საკუთარი თავის დასანახად, ეს ადგილი შენთვის ძალიან მძიმე იქნება. აქ ყოფნისას ხვდები, რომ სიჩუმე ცარიელი კი არა სავსეა. სავსეა იმ ადამიანების ნაბიჯებით, ვინც აქ საუკუნეების წინ დადიოდა. იმ ლოცვებით, რომელიც ქარმა წაიყო და მაინც დარჩა. იმ განცდით, რომ არსებობა მხოლოდ ხმაური არ არის. ღამით აქ სინათლე ჩნდება, თითქოს ანთლები ინთება. წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ზოგჯერ სიჩუმეში ნაბიჯების ხმა ისმის, უხილავი ბერების. შევინდებოდა თუ არა მწვერვალ თეთნულდიდან ცეცხლის სახით კოშკში მფარველი ანგელოზი შემოდიოდა. უდაბნოს სიჩუმე და ძლიერი მთის ხმა. ამ შერწყმაში იბადება რაღაც განსაკუთრებული ცხოვრება, რომელიც ერთდროულად მკაცრცაა და ლამაზი. უდაბნო აქ მხოლოდ ლანდშაფტი არ არის, ის ხასიათია, სიმარტივე, მკაცრი სილამაზე, გაშლილი სივრცე, თაკი სულია, შიდა სიმტკიცე, დაუმორჩილებელი ქედმაღლობა და უხმო ღირსება. და როცა ეს ორი ერთმანეთს ერწყმის, იბადება ცხოვრება, რომელიც არც მთლიანად უდაბნოა და არც მთლიანად მთა. ეს არის შერეული ჰაერი, ცხელი და გრილი ერთდროულად. ეს არის მზისგან გამაგრებული კანი და თოვლისგან გამაგრებული სული. აქ ყოფნის დროს მივხვდი, რომ ეს ადამიანები განსაკუთრებულები არიან. სითბოთი, სიყვარული და მზრუნველობით სავსე. მათში მთის სული ისევ იგრძნობა. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ სვანები და ხევსურები არ ცხოვრობენ, მაგრამ მათი შერეული აურა ჩემთვის ძალიან მომნუხველია. ვიღაც იტყვის რა იპოვე ამ გადყავებულ ადგილზეო და მე გამეცინება. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ვერასოდეს ვერ ჩაწოდებიან რა არის ნამდვილი სილამაზე. ორჩების მიხედვით არამდენი რაგი საწყობ, იმის მიხედვით იმას იზამ. გაიხმარ მასალასაც. ნაბროკნოთ იორი ველი სურნელი რაც კუბდარში მიდის, ეს არის გიცხული. სხვა სურნელი, კინზირა და წიწაკა აუცილებლად. უნდა გადაზილო იქამდე, სანამ თვითონ ხორცი ამ სურნელების გემოს არ აიღებს. სოფელ უდაბნოში ადამიანები ქვიშის მარცვალივით მრავალნი არ არიან, მაგრამ თითოეული მათგანი კლდეს გავს. აქ სიმარტივე ფუფუნებაა, სიჩუმე ძალა, ხასიათი კი მემკვიდრეობა. და როცა ღამე ჩამოდის, ცა ისე იშლება თავზე, თითქოს მზის ზემოდან უყურებს სამყაროს. ვარსკვლავები ახლოა, თითქმის ხელის გაწოდენას და იმ წამს ხვდები, რომ ეს ადგილი უბრალოდ სოფელი კი არა, ორი სტიქიის საზღვარია. უდაბნოს უსასრულობა და მთის სიმტკიცე ერთ სხეულში, ერთ სუნთქვაში, ერთ ხალხში. აქ ცხოვრება არ ითხოვს ხმაურს, ის უბრალოდ დგას, როგორც ქედი, როგორც ჰორიზონტი. ნასახლარზედაც ამოიყრის თესლი კეთი. რეგვენ ოსტატსაც გამოუვა ბრძენი შეიგდო. შვიდია ცოდვა, მაგრამ მასში 7 მადლია. ამ შავ ქვანახშირს ალმასებით დავვადია. საღამოს როცა მზენილა იძირება, გარეჯის მთები ფერს იცვლის. ყვითელი გადადის წითელში, წითელი იისფერში და ამ ფერთა ცვლაში თითქოს რაღაც იწმინდება. აქ ყოფნისას ხვდები, რომ სიჩუმე სიცარიელე საერთოდ არ არის. ყოველი ჩემი აქ მოსვლა თითქოს თავიდან დაბადება. არ ვიცი რა ემოციას მოიტანს ეს ვიდეო. მოიტანს თუ არა იმ განცდას, რასაც დაგპირდით, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი. აქ მარტო ისტორია არ დამხვედრია. ჩემი გულის ყველა დამალული ამბავი დავინახე. დავით გარეჯის მონასტერი ზუსტად ისე დუმდა, თითქოს ყველაფერი იცოდა ჩემზე. იცოდა, რომ აქ არც ჩემი თავით, არც გრძნობების მოსაძებნად არ მოსულვარ. ერთადერთი მამოძრავებელი ძალა ჩემთვის იმედი იყო. არის ადგილები, ისე როგორც ადამიანები, რომლებიც ჩვენ არასდროს გვეკუთვნოდა. ოცნებები, რომლის რეალიზებას ისე ველოდებით, როგორც წვიმას უდაბნოში. როცა მზე ჩადის და მთები მოგდება, თუ საკუთარ თავს კარგად ჩაუკვირდებით, ამოვიცნობთ რაღაც უხილავს. მივხვდებით, რომ ბედისწერა ყველა გზაზე ისე გვატარებს, თითქოს სამყაროს პაიკები ვიყოთ. თამაში, სადაც წესები მარტივია. ან მოიგებ ბედნიერებას და სიმშვიდეს, ან სამუდამოდ დარჩები ჩრდილში.
და მაინც, თუ ოდესმე იგრძნობ, რომ შენს ირგვლივ ხმაური ზედმეტია, ქალაქი კი ძალიან ხმამაღალი, როცა საკუთარ თავთან საუბარიც კი გიჭირს, წადი იქ, სადაც ქარი ლოცულობს, სადაც კლდეს უნთქავს, სადაც მიწაც კი გისმენს, წადი უდაბნოში, დავით გარეჯში. იქ შესაძლოა შენც იპოვო შენი პასუხები.